გამარჯობათ მეგობრებო. ჩემი ვიდეოების ნაკრებში შემდეგი ტელეფონი არის. ჩემი უსაყვარლესი, ძველი დროის ტელეფონი. ძველი დროის ეგ ტელეფონი რომ მქონდა, არ ვიცი. და ეხლაც მაგალითად მაგრად მიყვარს ეს ტელეფონი. კი მართალია, ეხლა S25 მაქვს. კი, ეხლა S25 ვარ, ნახეთ, S25 Ultra. მაგრამ მეგობრებო, აი ეს მაინც ჩემი ფავორიტად ითვლება. იმართალია ფუნქციას არაფერს არ ასრულებს, ანანაირი მეხსიერება არ აქვს, ძველი დრო ეს არის 2007-2006 წლის გამოშვება ტელეფონი დაახლოებით, მაგრამ რაღაც მიმაჩნია ფავორიტად, აი ნახეთ. თავისი ყუთით. ეს ტელეფონი ახლა ხმარებაში არავის არ აქვს, მეგობრებო. ნახეთ. ყუთით. ნახეთ. თუ ვინმეს გეცნობათ, მიხვდებით ეს ტელეფონი რა ტელეფონიც არის. ახლა დავიწყებ ყუთის გახსნას და ტელეფონი. ნახეთ მეგობრებო. მართალია იდეალურად არ მაქვს ჩაწყობილი, მაგრამ ნუ ნახეთ. მაშინდელი დასადგამი დამტენი. ნახეთ. რეჟიმები აქვს. აქეთ ყურს ასმენების შესაერთებელი, დატენვის მომენტში. აქეთ USB შესაერთებელი და აქეთ დამტენის შესაერთებელი. ანუ დატენვის რეჟიმში შეგეძლო ყურს ასმენიც შეგერთებინა ამ დასადგამ დამტენზე და USB-ს გეხმარათ. აი, მაშინდელი ყურსასმენიც მაქვს მეგობრებო, ნახეთ. ნუ ცოტა გადაქრცლილი კი არის, მაგრამ ასაკთან მიმართებაში ეგ რა პრობლემა რომ გადაქრცლილი არის. აი თავისივე დამტენიც დაში მეგობრებო, ორიგინალი თავისივე დამტენი. აი ძირი რომლითაც ერთდება და ეს ნაუშნიკები რომ შეგერთები ასე ტელეფონთან. და აი ეს არის ტელეფონი. არის სიმართლე რომ გითხრათ მეგობრებო, ამ ტელეფონების მომენტში მე ეს ტელეფონი მიმაჩნდა, არ ვიცი რა გითხრათ. აი ესე იდგმებოდა და გვერდებიდან ერთდებოდა ნაუშნიკები და USB. აი ნახეთ. ახლოში მოვძებ. აი ნახეთ. ნახეთ მეგობრებო. ნახეთ. აი ასე გადმოდის კლავიატურა. შეგით კლავიატურა არის. ისა ჩვეულებრივ მოგდებს. ვისაც აქვს ეგ ტელეფონი კი მიხვდება ახლა რომელიც არის. აი ნახეთ. ესე კამერა იხსნება ეს. შვინდელი პასტიანი ტელეფონი ახლა რო ეს 22-ებს და 23-ებს და 25-ებს და 24-ებს აქვს. შვინდელი პასტა. აი ნახეთ. პასტა. ახლა დავიწყო ტელეფონის ჩართვა. ნახეთ. იდეალურად შემონახული ტელეფონი. ნახეთ. ცოტა აფხაჭნებიც აქვს, მაგრამ შემონახული მაინც იდეალურად არის. ნახეთ. აი ნახეთ. ტელეფონი როგორ იდეალურ მდგომარეობაშია. ეს საერთოდ თუ ჩაირთვებოდა არ მეგონა. გვერდიდან გამოსვლის კნოპკები. აჰეთ. და სენსორს უჭირს და ხრეებში არ შვება, მაგრამ ასაკთან მიმართებაში არ უნტყუნებ. აჰეთ. გვერდიდან აი ეს ბორბალი აქვს, თითქოს ამოძრავ, შვაში ჩააჭერ
დათანხმების ნიშანია. მათარია სიმღერები არა მაქვს შეგნით, მაგრამ რაც არის ეგ არის. От вашей грязи мусорской я настрадалась, поела вдоволь. Мчались мы с тобой на лыжах, всю дорогу ты молчал, то смотрел влюбленным взглядом, то загад. Sony Ericsson. Подгинет. Sedaketseli ჩვეულებრივი ტელეფონის რეჟიმი აქვს. მაგრამ ვფიქრობ კამერა. აპლოდერ რეჟი მიწეს. გახსნიძე პროდუქცია. ახეთ Sony Ericsson P990. ამის ელემენტი საერთოდ თუ იმუშავდა, აი მაგალითად მეგობრებო რა მინდა რომ გითხრათ. ეგ ტელეფონი არის 2005-2004 წელში გამოშვებული და წარმოიდგინეთ ელემენტი როგორ მუშაობს. ეხლანდელი ტელეფონები აი მაგალითად ისა ქვია 20 წლის უკანდელის 20 წლის Samsung-ი რომ ნახოთ, აი ეს ეხლანდელი Samsung-ი არ მგონია. ვაფშე საერთოდ 2 წუთითაც არ დაიჭეს ელემენტი 20 წლის უკანდელის 20 წელი უკავიდეს ანუ ერთი სიტყვით ახლა ეს 25-ის ბატარეა საერთოდ ჩართვას თუ გააკეთებს ეგ არის საკითხავ ჩართვას ელემენტი და ეს არ ეგონოს ეს რომ ელემენტი ახალი გამოვიწერე და ახალი ელემენტი მიდის არა მეგობრებო ეს არის თავისი ზავაწყო ორიგინალი ელემენტი რაც მოყვა და ხმარებაში რომელიც იყო. ის ელემენტია ეს. ანუ თავის დროზე ხომ იყო ეს ტელეფონი ხმარებაში. აი ის ელემენტია ეს. აი ელემენტი ჩვეულებრივად ახლა ეს ტელეფონი ჩვეულებრივად ერთი დღე ჩვეულებრივად უძლებს დარეკვებში და ნახამეტი რა ფუნქცია აქვს ამას. ჩვეულებრივად. და წარმოგიდგენთ რა ასაკის არის 20 წელი მაინც გავიდა რაც ეს ტელეფონი გამოშვებული 20 წელი